მოგესალმებათ 29 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი ჩუბინიძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ადგილობრივ ხმებზე მსოფლიოს თავისუფლებისთვის და ასევე ქართულ პოეტზე ნიკო ნიკოლაძეზე და მის გამონათქვამებს ადამიანის უფლებებზე. ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1853 წლის 27 სექტემბერს, ხოლო გარდაიცვალა 1928 წლის 5 ივნისს. ნიკო ნიკოლაძე ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ქალაქ ფოთის თავი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ახლა კი გადავიდეთ მის გამონათქვამებზე. ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრამთას გადაქმნიდან მოყვანილ ძიძას ვაპარივართ. ისიც ხშირად თხის ძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიდა რაგინ ცაღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს. ქართველობის მიზნები მარტოზომიერების გზით მიწევინება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამუღბელია საქართველოსთვის. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომისა და თავისჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია რომ ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირანი განწყობილება. დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში, დიდი უბედურებაა ხალხისათვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთვალოდ, უგზო-უკვალოდ იხარჯება. დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის მიზანი იყო ის, რომ მსოფლიოში თავისუფლება დაარსდეს.